მომუხევი აწერია რა. მე გამომუხევია. მოგიყვებით ახლა მაგარ ამბებში ვართ, ფოტო გადავიღოთ ერთი წამით. პენო რა ხან ძღოლი ხარო, შეგიძლიათ დაждდეო მანქანაზეო და წახვიდეო, სადაც გაგიხარდებო, მაგრამ გზავრებს ვერ გაგატანთო, 3 დღით მოუწეს რომ გზავრებსო, მოლოდინიო ჩეხეთის რესპუბლიკის ციხეშიო და ჩაბარდით ახლა და კაროჩე 250 евро ჯარიმა ვინეტის არქონის გამო, ანუ როგორც კი გადმოდიხარ საზღვარზე, ეგრევე უნდა აიღო ეს რა ვინეტი რა. ეხაც რო გადახვალო ავსტრიაშიო, ამხსენი სად მივდიოდი რა. ეხაც რო გადახვალო ავსტრიაშიო, ეგრევეო ან ონლაინ იყიდეო და ეგ რაც გაჩვენეთ ეგ იყო ონლაინ ხიდის პონტი, ან თუ არაო და ესაო რა ქვია. იქო რო გადახვალო ავსტრიაში პირველივე ზაპროპაზეო შედიო, სადაც იყიდიო მაგასო რა. მადლობა იმისთვის უხდიდი რომ ეს რა ქვია 250 ევროს ნახოთ 61 ევროთი დამაჯარიმა. რატო? რა ვაი просто დავევასე, просто დახანო ეს არის ვინეტი არ გაქო, მაშინ ჩანხარო რა. კომპიუტერშიო რა, ნუ ყველა ვარიანტში უნდა რაღაცა ჯარიმა დავწერო, დამიწერა აგერ ჯარიმის კვითარი აგერ მაგდა ჩეხეთის რესპუბლიკაში არ დამიწერენ ჯარიმას. მაგრამ როგორც კი გადავალ ავსტრიაში, უნდა ვიყიდო ეგრევე, თორემ დამიწერენ ჯარიმას 10 ევროს. ყველა ქვეყანაში უნდა ვიყიდოთ, აი საიტი რაც წეან გაჩვენეთ ფოტო მან ხატია, ისეთი რა ქვია, რომელ ქვეყნებში ჭირდება ვინეტის ყიდვა 10 евро ღირს ზოგადად ვინეტი, ეხლა რაღაც ნახე, ჩეხეთის ავსტრიის ვინეტი ღირს 10 евро და დაგვიწერა 61 евро. ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ 250 ევროიან ჯარიმა საოცრით, მეორე ცუდი ამბავი ის არის, 61 ევროთი ღარიბები ვართ ეხლა და ვაგრძელებთ გზას. ეხლა ყველა შემდეგ ქვეყანაში უნდა იმას ვთქვათ, რა ქვია, ავიღოთ ვინეტები. თავიდან ვიკაცვა რო შემიყვანა იმაში მანქანაში მინეტი გაქვს მე გავიგე რომ მინეტი გაქვს და მეთქი რა მინეტი მაგ მეთქი მე როგორ ვკადრებ მაგას მეთქი მე არა მეთქი ფულს გადავიხდი მინეტი მე არა მეთქი და ამანო არაო მეო აჩენ მეთქი აჩენ პირიქით მე მოგცემ ფულს შენ არა მინეტი და არაო მინეტი არაო ვინეტიო და ვინეტი მეთქი და ამ შეგრე მოვგვარდით 61 ევროში გამოვედით და ავაგზავნოთ გზა ახლა. დილა მშვიდობისა მეგობრებო, დღეს 21 ივნისია, მოგესალმებით ზნოჯმოდან, არაფერი არ მოგესმათ, ოღონდ მართლა ზნოჯმოში ვართ. და მოკლედ გუშინ აღიდა რომ გამოვედით, მას მერე კი ვიკატავეთ, ძალიან ბევრი ვიცინეთ გზაში, ძალიან ბევრი თავგადასავალიც ჰქონდა და ჩამოვაღწიეთ ერთი სიტყვით ამ ზნოჯმოში. როგორც ნახეთ, მე Google-ში ნახეთ რომ ზნოიმო იწერება, კი და იკითხება, თუმცა იწერება ზნოჯმო, ხო და ჩვენ ზნოჯმო უფრო მოგწევს და ამიტომაც აი ამ ზნოჯმურ სახლში ვიყავით, დავჭით დღეს. და გუშინ ღამით დავითი და ნენე დაჭდნენ სხვა სახლში, იმიტომ რომ აქ ფიზიკურად ადგილი აღარ იყო და ეხლა იმ ჩვენ მანქანაში ჩავეყარენით, გავულით ეხლა დავითი და ნენესაც და გავაგრძელებთ გზას უკვე ავსტრიისკენ, ვენისკენ. ღამით კარგად ვერ დავათვალიერეთ სიმართლე გითხრათ აქაურობა, თუმცა თვალში მოხვდა ძალიან კარგი ლამაზი ადგილები. სხვათა შორის ზნოჯმური ირემით გადმოგვიხდა გზაზე და ზნოჯმოელი კურდღელიც ნახეთ გზაში როგორ ბალახობდა. ხო და ეხლა გავულით ნენეს და დავითს და თან დაგათვალიერებინეთ ზნოჯმოს როგორი არის. მე მგონი მოგეწონებათ ძალიან ლამაზი ლოკაციები შევდით და წამოვიდეთ დავათვალიეროთ ყველა. გამოვჭრა და რო უჩილოთ რა. მოგითხარით ძალიან მაგარი ქალაქია ზნოჯმო მეთქი. ეხლა მოვედით ზნოჯმური პრინციპების მისაბმელების მაღაზია არის. ნახავთ თუ რაიმე მოგვეწონება იქნებ ბარემ ეგეც ჩავიბათ და გავაგზავნოთ გზა ისე და მისაბმელების გვერდზე მაღაზია არის ზნოჯმური მულტი შოურუმი არის მოტოციკლების სადაც იყიდება ძალიან ბევრი სხვადასხვა ბრენდის მოტოციკლები და ერთად შევიდეთ ახლა აი ზნოჯმო თუ არ გჯერათ ნახეთ მოტოციკლის ზნოჯმო აწერია მართლა ზნოჯმოში ვარ არ გეხუმრებით წამო ერთად დავათვალიეროთ აბა
ამას გარბენი ექნება სავარაუდოდ 300,000, მაგრამ ძალიან მომავალში არის. ესე იგი, როგორც ვესაუბრეთ, აქაურ მეპატრონეს მეორადი მოტოციკლების გალყინით არიან დაკავებულები, ტესტ დრაივი და ქირაობა არ აქვს, მხოლოდ გაყიდვა შედის მათ ინტერესებში და არის ძალიან კარგი მდგომარეობაში. ძირითადად არის ოლდტაიმერები, 90-იანების და 2000-ების დასაწყისში გამოშვებული მოტოციკლები ყავს ძირითადად და უბრალოდ მდგომარეობა და გადაიღო მის ნახე. ეხლა მაგალითად ZX სერია არის 750-იანი 93 წელს გამოშვებული 45,000 კილომეტრი გავლილი 79,000 ჩეხური ფული არ ვიცი რამდენი ევრო არის მაგრამ გადავუყანდა ნახო მაგას და მოგონება წაუცემელი ბაიკი არის არაფერი არ ჭირს ვიღაცამ 45,000 კილომეტრი იარა ისე რომ მოტოციკლები ერთხელაც კი არ გადაყირავებიან ძალიან კაი მდგომარეობაში არის იგივე არის, თუმცა შეიძლება აშკარად შენადები ბაიკი არის, Honda VF 750, რომელსაც 85,000 კილომეტრი გავლილი, 97 წელს გამოშვებული და 46,000 ჩეხური ფული ღირს ეს. მოგეთ, ძალიან კაი მდგომარეობაში არის. ძველები აი და რა თქმა უნდა სრულითა რომ ახლა რომელი ბიძრო გავიგატაო, მაგრამ როგორც ესეთი მდგომარეობები და მოვლა აშკარად ეთქომათ რა. 2012 წლიანი მოტოციკლი არის და 111,000 კილომეტრია გავლილი. ბიჭო, ცოტა კი არ არის 111,000. ძალიან ბევრი რა. ძალიან ბევრი ქვეყანა შემოვლილი ამ მოტოციკლს და ზუსტად იგივე არის აქეთ და ამას აქვს 100,000 კილომეტრი გავლილი. ეს ახალია 2013 წლიანი არის და 100,000 კილომეტრია გავლილი და ნუ 78,000 ჩეხური ფული და რამდენი ევრო არის არ ვიცი ვარ და გიქნათ რა. მოგეთ, ძალიან იციან აქაურებმა მოვლა აშკარად მოტოციკლები ძალიან კარგ მდგომარეობაში ყავთ 100,000 გარბენიანი 90-იანები და 2000-იანების მოდელები და respect number. Წამო ეხლა დავათვალიეროთ აი ეს ფიფრინავი რაც მაინტერესებს და. ნამდვილი ფიფრინავია, ბიჭო. მართლა ნამდვილია, კი, პროსტა მერი არის გაჩერებული და ესა და გალამაზებული რა. ნახე რა მაგარი ლოკაცია არის. ნაკეტილია, ძალიან მინდა. კაი, წამო წინა შევიდეთ, აბა იქნებ წინ იყოს ღია. ეს არის თვითმფრინავის ძრავი. ნამდვილი სპორტული სლიკებია. 92 წლიანი არის, ბიჭო. ეს საბურავია 92 წლიანი. აი, ნამდვილი თვითმფრინავია რეალურად. პროსტა გაჩერებული არის და მოხატული არის, მე აი ბავშვურ სტილში და ძალიან უხდება სხვათა შორის. ძალიან კაია. დავით, აბა. იცი რა, კედი რომელს იღებ? რომელნი ჩამოვაგდო? რომელს და ბიჭო, მინიონ თავი მინდა, რა მინიონი მინდა, არა. ამას თავი. ეს, არა? ეს მაგას ვერ მოკიდებ, აი თავი აქვს იმას, აი. რომ იმას ხო, დავაი, მიდი. Let's go. დავაი, აბა. Ja. Ay, bicho ის იშლება არ კიდევს კარგად. არამა. Trialem, 1-2-7, დავედით. აბა! Давай, разгони, разгони. Აბა, ჩემი კაცო. აბა, ზეკი. აბა, ოჩო. მოჩაო ჩემი. ან ნერვიულობ. ეხლა ვჯდებით ჭიაზე. და ცოტა ნერვიულობ.
ხა? მარო. შეხოწები აქ იყავი და ხურამია ხო არის ანდერძი დაწერილი ჩემს სახელზე ყველაფერი ხო? მე მიშა შენ გიტოვებ ვარდისფერი სათამაშო მაქვს მანქანაში და დავაი როგორ ახართ მეგობრებო? საჩქარია ბიჭო. საჩქარია. დაიცა ესე. ჩემი. საჩქარია. დაიცა ესე, მარო შენ არ გინდა და? აი ნაჭავი ვაშლი, აი. აბა. ვაშლი არ ყოფილა ბიჭო. ძალიან დიდი მადლობა ლიდერ სპორტს რომ აი ამის საშუალება მოგვცა და კიდე ძალიან დიდი მადლობა მოტულს აი ამის საშუალება მოგვცა ძალიან დიდი მადლობა მოტულს ლიდერ სპორტს მობინექს და სტექს იმისთვის რომ აი ამის საშუალება მოგვცა რომ აი ეს საოცარი ექსტრემი განვიცადოთ საოცარია მერთო ესეთ ექსტრემს არ ველოდებოდი ნამდვილად არ ვიცი იქზე ვარ მოტოციკლეტი ახლოსაც კი ვერ მოვა აი ამ ექსტრემთან რასაც ახლა ჩვენ განვიცდით მერთო ძლება ვაიმე ძალიან მეშინოდა კიდევ კარგი მარიამ რომ არ გარისკი აქ დაჯდომა კიდე მივდივარ ვაიმე კიდე მივდივარ აღარ შემიძლია კიდევ კაი ხვედები გეკეთათ Thank you so much. It was just unbelievable. It was in my life. I can tell you, it was in my life very dangerous and scary. I don't have any words. No. It was very scary for me. Thanks so much. Thank you. Bye. I'm so scared. Maybe for first slowly, very slowly, please. What the god? Oh, baby! Whoa, Jimmy! Oh, it was the scariest moment in my life. ძალიან დიდი მადლობა ლიდერ სპორტს ჩვენს გენერალურ სპონსორს და მოტულს იმისთვის რომ მოგცა აი ამ ექსტრემის ჩვენ თავზე განხორციელების საშუალება. ხოდა თქვენ კიდე გამოგვიწერეთ, იმიტომ რომ აი ესეთი ექსტრემალურები ვიყოთ ყველგან ნებისმიერ ქვეყანაში. თქვენთვის ვაკეთებთ ჩვენ აი ამ ექსტრემალურ აქტივობებს. ნამდვილად მადლობა დიდი. Degenerati jest. Idioty. Wow, to sorry. Auen.
წავედით ეს არის უმაში ვიყავით ახლა და ფერარის ძალიან სექსუალური ზედა დავითრიეთ და ჩემთვის და ოვოსთვის დავითრიეთ ძალიან მაგარი ბოტასები პუმასი და ერთნაირები არის და უნდა შევთანხმდეთ რომ შაბათი შაბათი პარასკევი მე ჩავიცნო და სამშაბათი ხუთშაბათი კვირა ჩაიცნო ხოლმე რა ერთნაირები გქონი შაბათი აჰა ესე და ეს თორმეტი აჰა აკოს თუ არ გააბრაზე მაგ შემთხვევაში დამო thanks so much დაიმსახურა ბევრი გემსახურა რაღაცა და დააგემრია. დააგემრია. მოგეწონა. იგი შეხედე. აი გემოსია ეს ყოველი წამით ეხო. გაყინივით არ მოგერიდოს. მიდი ბიჭო. და თან რაღაცები ჭი შეხედა სოკოები ძირი როცავი და მე იცის კაცმა კაჩა შეინახე გამოიზოგე ო ამას ყოველწამს შევჭამამდე ნელ ერთ ხლავლოკავ გამოგაფრინდი. აკა, შუა ჩაგეძინოს. დავით, გამიხედე? Hello. სათვალე მოიხსენე? I don't look like it. No more here. Without here. See you! გადმოვედით ავსტრიაში. ეხლა უნდა ვიყიდოთ მინეტი სადმე, კი არა და ჟონეტი კი არა და რა ქვია, მინეტი სადმე. და და მე უკვე წავალ გავიძე გზას ვენისკენ 80 კილომეტრი გვაქვს ვენამდე დარჩენილი და ეგ არის რა ვიქნებით ვენაში დღეს Hello I need boat for 6 person აი ახლა რომელიმე გამაგრებელსაც მოხდა დავესპონსორებდით ხო ძალიან მაგარ რეკლამას გავუკეთებდი დაჟე მოფიქრებული მქონდა წყლიდან ამოვიღებდი და ეს საოცარ სცენებს დავდგავდი და ჰაერში გავიკვანძებოდი და ისე დავლედი მაგრამ ეხლა არ მასპონსორებენ ამიტომ ვერ მიხვდებით ვერავინ რა დავლია აუ რა კაია ბიჭო გავსვეჭკო აპა Опа! აქ შეგვიძლია რაღაც საჭმელები წამოვიღოთ და გავყვერცხი შევწვათ და რაღაც თევზი დავიჭიროთ და შევწვათ ამ რამე ეგეთ. ისინი ხო იყიდება გაზები. ასანთები გაზები და ნახე ზევით მატარებელი. ჩვენ აქ ძალიან გადაობაა. მოგწონთ? Выйдет агар твой телефон, видишь? შენ ტელეფონია. ბურთის პონტი რო არის ეგ. აი ცა ბურთი კალად ბურთი ვითამაშოთ. გინდა თუ ეს? სასტუმრო იწვის, მოიცა. მან ჩვენ უნდა დავრჩენილიყავით დღეს. ცეცხლი გავუჭდა მაგ სასტუმროს, სადაც უნდა დავრჩენილიყავით. ვეღარ ვრჩები დღეს, ჰაერში ვართ. აი ამ ბოუთზე დავწვევით დღეს სავარაუდოდ, იმიტომ რომ ის ჩვენი სასტუმრო დაიწვა ეგ წინ აშკარად.
აი დამოღაბეთ თუ ვერა? აუ. როგორ ჭამს ნახე ბიჭო. ესე იგი, ეხლა გადავაწყდე ესე ძალიან მაგარ რაღაცას. მივდივართ შვეიცარიაში და შვეიცარიის ალპებში უნდა დავასევისოთ ჩვენი მოტოციკლეტები. ხო და აი ეს გამომადგება მაგისთვის, ლუისის ერთ-ერთ უდიდეს შოურუმში ვართ და აგერ მოტულის საპოხის საშუალებებიც არის და გამახსენდა რომ ყველაფერი წამოღებული მაქვს თბილისიდან და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის Tegena Motors, რომელიც მოტულის ოფიციალური წარმომადგენელი არის საქართველოში და მადლობა იმისთვის რომ გვერდში დაგვიდგნენ იმისთვის რომ შვეიცარიის ალპებში გამოვცვალოთ ზეთი ჩვენს მოტოციკლებში. ხო და აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადოთ ჩვენს ყველა მეგობარ კომპანიას, პირველ რიგში ჩვენს გენერალურ სპონსორს Leader Sports, მოტულს ასევე უდიდესი მადლობა და Tegena Motors, ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გვერდში დგომისთვის გადავხადო Mobindex-ს და Snacks-ს. წინ მივდივართ ნანელა, მივიწევთ შვეიცარიისკენ და ერთი სული მაქვს განახოთ ის ულამაზესი ლოკაციები, რომელიც წინ გველოდება. წავედით. აუი, მიღე. არაფერს. კაია. ეხა მივდივარ, მოიცა? აი ხა ჩვენე. ეხა წავალ 120 კმ/სთ-ში ჩქარით მივდივარ ეხლა. ეს არის ქარის ტესტი. ძალიან კაია. ჰე. 120 რომ მიდიხარ ჩაფხუტის გარეშე, აი ეს ხდება რა ამ დროს. ლუისის ქარის ტესტი. შეგვიძლია გატესტო როგორც ჩაფხუტები, ისე განსაცმელი და ყველაფერი. მოკლედ მაქსიმუმ 120 კმ/სთ იჩქარემდე, რა შეგრძნებები არის, რა ხმაურს გამოიწოს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო რამეა სხვათა შორის. აი ეგრე ვიდი? იყავ ეგრე? იყავ მიეც გაზი. 120 არის მაქსიმუმი. გავუზიაროთ კოდი თუ ვინმე აქ მოხდებით, მეგობრებო 1201 აკრიფეთ. ეს არის ჩვენი აპარტამენტი. ეს რა არის, აქ უნდა დავიცინო. მე ლატოს სამიძინე. ცოტაკარია. ექსიკაცი ვერ დავყავს. ეს აქ. ჩოჭობისებით. ეს არის ძრავი, რომელშიც არის ხა მოტული და აი ესე გაფუჭდა. შეხედეთ როგორც თუ მდგომარეობაში არის, ხედავთ? ნამდვილი ყინულია და ძალიან ცივია. ხო და იდეა უფრო საინტერესო რაღაცებსაც გადავიღეთ ცოტა ხანში.